გამარჯობათ მეგობრებო. ალბათ გავედი ეთერში, არ ვიცი, ვინმე დამიდასტურეთ. ერთი თვე და ერთი კვირა. ისე 37 დღეა კარცერში ჩამსვეს. თუ ვარ ვინმე შემატყობინეთ, ასე მოულოდნელად კი გავედი, მაგრამ ზოგიერთი ელოდა ალბათ, იმიტომ რომ გუშინ დამიმთავრდა საღამოს ღამით უბრალოდ დაბლოკვა და აი ხარ მცდელობა, არ ვიცი ხა ვარ თუ არა ვარ იქნები ისევ დამბლოკონ, არ ვიცი. პირველი არის მარიამ ზაქაძე, მოგესალმებით. კი, გავსულ ვარ ეთერში. მაშინ კიდე როდესაც ერთკვირიანი მომწეს კი გავედი, მეხუთე დღეს. გამიგვიდა როგორ გავედი, მაგრამ როგორც კი გავბედე თქმა და ვთქვი, რომ ღამის 12 საათზე რაღაც ასაულ ვიდეოს დავდებ, ყველაფერი კომპაქტურად იქნება მეთქი. ვიღაცები მიხვდნენ თუ რასაც ვაპირებდი მიახლოებით მაინც და ერთი კვირა მაყურყუდეს კარცერში. ახლა ამიდან მირეკავენ საიდანაც ხა ეთქვა კიდე დამირეკავენ და ისევ შეწყდება ალბათ. რაღაც აუცილებელი ზარი იყო, მაგრამ არ აუჩვენს. მოკლედ მეგობრებო, ვიცი ბევრს მოგენატრეთ, მეც მომენატრეთ. ბევრმა ვერც მიხვდა თუ რა იყო, მაგრამ ბევრი კიდე პირადში მწერდა, ესე იგი დარჩენი მქონდა მხოლოდ მესენჯერი. დანარჩენი აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. ის კი არა ერთხელ რაღაცა ლაიქი გავაკეთე და მაგის გამოც კიდე პრობლემები შემიქმნეს. უბრალოდ ვათვალიერებდი Facebook-ს, მეტი ვერაფერი ვერ გავაკეთე. კომენტარებზე საერთოდ ზედმეტი იყო საუბარი, უბრალოდ მესენჯერი და მორჩა. და რომ ნახავდი რაღაც კითხვებს ვამ და წინა ვიდეოებზე თუ რაც იყო თუ ლაივზე, მე გადავდიოდი მესენჯერში და მესენჯერში პასუხობდი. ნუ მოკლედ ეს 37 დღიანი კარცერი არ აღმოჩნდა მთლად, ასე ვთქვათ, ცოტა. ამ ხნის განმავლობაში მეგობრებო, ბევრი რამ ვიფიქრე, ბევრი რამ გადავახარისხე. რა და როგორ მოიქცეთ აი ამ წნეხის დროს. ჯერ ერთი და ნუ ტელევიზია ხო ვერა და ვერ გავხსენით, ვერა და ვერ შეგროვდა საჭირო თანხა. მე იყო და მამაჩემის ტრაგედიის შემდეგ რა თქმა უნდა პაუზა მქონდა იქ სადღაც ერთვიანი და ვერ მუშაობდი და ვერ ვაკეთებდი, ვერ ვდებდი ვერაფერს. შესაბამისად შემოწირულობამაც იკლო და მე ესეც დამაწიეს ბლოკიც სერიოზული და რა ვქნათ მეგობრებო, ასე როგორ გავაგრძელოთ. ან კი აქვს აზრი რამეს? აი ეს არის კითხვა, რომელიც მე ამდენი ხანია რომ მიტრიალებ და თავში და მით უმეტეს ახლა 37 დღის განმავლობაში. როგორ და რანაირად მოვახერხოთ? კი, რაც გავაკეთე დღემდე იცით ბევრი გამოვაღვიძეთ, მაგრამ ქმედება როგორ დავიწყოთ. ამისათვის მე ვიფიქრე ბევრი და მივედი ერთ გადაწყვეტილებამდე, რომ გავაკეთოთ რაღაც ისეთი რადიკალური ქმედება, ეხლა არ დავარქმევ ზუსტად რა იქნება, ამას თანდათან მოგახსენებთ და ნახოთ, აბა გავუსინჯოთ ერს პულსი
თუ როგორ მოიქმედებს ის თუ ამ ქმედების შემდეგ კიდე ერთ თუ არ ექნა რეაქცია მაშინ ეს იქნება ყველაფერი ფუჭი აბსოლუტურად ფუჭი იმიტომ რომ აი როგორ გითხრათ ახლა ახლანდ ნუ ახლა მე ჩემებური სამაკ დაკვირვება მაგ გამიგეთ ამას მე გაგიზიარებ თქვენ ვინაიდან ჩვენ მაის რო იყო გამოცხადებული ასე ვთქვათ ჩვენი ილიას სიტყვებით სიწმინდის დღე ხო ყველამ დავინახეთ თუ რამდენი ათასობით ხალხი გამოვიდა გარეთ ну მაშინ გასაგებია ეს რომ გააკეთეს ვითომ იქ LGBT წინააღმდეგ მაგრამ თუ LGBT წინააღმდეგ გინდოდა შენ ბრძოლა ოჯახაში ნებულო 364 დღე გებძვიან მე სატანის გაგდებულები და მანამდე სად იყავი სადაც ქონდა მილიონი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა მით უმეტეს ამ ხელა ინსტიტუტს რომელსაც ქვია საპატრიარქო ხო მაშინ რატო გძინავს და რატო იყურებ ყველაფერს თიშავენ დიახ სწორედ ის 37 დღიანი იყო საპატრიარქოსაგან დაბლოკვა იმის გამო ეხლა როგორც დავიწყე ეგრევე გამითიშეს რაღაცა ისევ ჩაირთო რომ შალვა კეკელიამ ჩამოათარია ცეცხლი თითქოს სასწაული ცეცხლი ისრაელიდან როა ის გადაგვარჩენს და მიუწერა კომენტარი და იმის გამო იყო ერთკვირაში ეგრევე კიდევ ერთვიანი ეს უკვე მეორედ გამთიშეს ახლა ვარ თუ არა არ ვიცი ითიშება ჩემთან მოკლედ იქნება რაღაცა მოვასწრებთ რომ ბევრი მაქვს სათქმელი კიდე ამ ხმის განმავლობაში კიდევ ერთხელ გატყუებენ მწარედ გატყუებენ მეგობრებო მთელ საქართველოს გეუბნები კიდევ ერთხელ მწარედ გატყუებენ ახალი მცდელობა რო არის გაერთიანების იცით ვიზეც ვამბობ და თუ მომცეს ამის საშუალება იმასაც გეტყვით იმ ვიდეოსაც განახებთ ყველაფერი მაგრამ არ ვიცი ახლა მე სამედ ახლა კი ვხედავ ახლა არის ვარ ახლა ეთერში კი ბატონო მაგრამ აჭირებენ საქმეს მოკლედ ყველაფერს გეტყვით როგორ მოვასწრებ არ ვიცი როგორ მოვახერხებ უფრო სწორად თუ არ გამთიშეს მაგრამ ის ვიდეო რომელიც მაშინ უნდა დამედო 12 საათზე ღამის 12 საათზე მაგას მაცადეთ ერთი 2 დღე მაინც რაღაცა ნახოდეთ როგორ ჭუაზე დადგებიან იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ დამიბლოკონ ეს გვერდი და მე ახალი გვერდის გახსნა არის ჯოჯოხეთი ამიტომ არ გავაკეთე ახალი გვერდი იმიტომ რომ მას დრო ჭირდება მე მეგობრების გადმოყვანა ჭირდება გადამოწება ჭირდება იმიტომ რომ ერთი უცებ შემოვა 1000 ჯულის ასე ვთქვათ ტროლი ბოტი მამაძაღლი შობელძაღლი ყველაფერი და ამას ჭირდება კიდე მეორე თვენახევარი თუ ეყო კიდე 2 თვე გამიგეთ ამიტომ მეგობრებო ნელა შევეცადოთ ეხლა დღეს თუ გამაჩერეს ასე ვთქვათ დღეს საღამოს 8 საათისთვის წინასწარ ახლა გეუბნებით დღეს საღამოს 8 საათისთვის დავდები ვიდეოს რომელიც ახლა თვენახევარი ისე არ გავჩერდებოდი იცით თქვენ ხო და რაღაც პატარა ვიდეო გადავიღე იმას განახებთ მე შევეცდები ამ გაერთიანების შესახებ რომელიც მაშინ კიდე მინდოდა და ვერ მოვასწარით ამ ბლოკის გამო ამასაც აგიხსნით ყველაფერს დეტალებში და წინასწარ კიდე გეტყვით ერთი არის ნუ როგორც საოცრება ეს არ არის უბრალოდ დამაინტრიგებელი ფაქტი რომ არსად არავინ არ მეძახის გამიგეთ ყველას ატომღაზე შინია ალბათ ყველგან დაბლოკილი ვარ
ესე იგი დამერეკავენ მეტყვიან კი ვითომ რაღაცა შევხვდეთ ან გავერთიანთ რაღაცა მერე უკანიხებენ ყველგან ასეა ყველა სექცია ყველა ორგანიზაცია ყველა ტელევიზია და ჯამში მივედი იმ დასკვნამდე მე ამას დეტალებში განახებთ ყველაფერს მერე ფაქტიურად დოკუმენტალურად უფრო სწორედ ყველა არის აი მილია საცეცები ყველა თქვენ როგორიათ ახლა ახალ რაღაცას როიწყებენ ისიც მილია საცეცებიდან არის გამოწვეული ამიტომ კიდე გეუბნებით კიდე მოტყუდებით ერთხელ მოგატყუებით და ემზადეთ ამისათვის ნუ გაქვთ რაღაც დიდი იმედები კარგით მეგობრო მე ხარ ბევრს არ შეგაწყენ თავს კარგია რომ გავედი რაღაცნაირად მაინც და როგორც გითხარით დღეს საღამოს თუ გაუშვეს ეს ვიდეო კარგი მაგრამ ეს არ არის ის წინათ რომ შეგვიძლია რომ უფრთხილდები ჯერ კიდე მაგას მოდჩადეთ 1-2-3 დღე და დავდებ ის ორ ნაწილი იქნება ის იქნება მოკლე და კომპაქტურად ყველაფერი აი როგორ გითხარით ახლა ხო იცით მე როგორც მიყვარს დოკუმენტალურად და ყველაფერი საიდან მოგაგდო ბატონო დავით ისეთის არგუმენტებიო რომ ეშმაკი კიდე ვერ მოგწეწკინ თუ რამეს აი ისეთები და ეს იქნება ჩაკოპწიალებული ყველაფერი ერთად თუმცა ამ საკითხზე და იმაზე მე ბევრი ვიდეოც ამაგ და ფილმის და ლექციას და ყველაფერი ჩატარებული და ნაჩვენები თქვენთვის ესე იგი გავიდა როგორც ხედავთ 37 დღე და ბევრი რამ მოხდა ამ ხნის განმავლობაში ვაგვირდებოდი Facebook-ს მაგრამ ვერც ვერაფერი ხეირი ვერც ვერაფერი ვერ გაკეთდა საქართველოში ჯერჯერობით და იმას ვამბობ რომ კიდე მიქნება მე თქვენთან საუბარი რა თქმა უნდა გადაწყვეტილება მაქვს მიღებული რომელსაც ჯერ არ მინდა საუბარი მაგრამ ამ დღეებში აუცილებლად გეტყვით მე ამ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ 37 დღე ცოტა არ არის ფიქრისათვის ხო ბევრი რამ გადავახარისხე როგორც გითხარით თავში და მივიღე გადაწყვეტილება რომელსაც გაგაცნობთ ამ დღეებში ან იმ კვირას უფრო სწორედ იმ კვირას გაგაცნობთ აუცილებლად ვაკეთებთ ან ასე ან საერთოდ ჩერდებით და უშვებ დინებაზე ყველაფერს გესმით მეტად გამოდის ტყუილა დროის ხარჯვა ფუჭი ნერვების გლეჯა ენის მხანა გულის მხანა და თითების მომხანა აი კლავიშებზე მეტი აზრი არ აქვს ან დგებით ფეხზე ამოვდივართ ამ წუმპედან და ვდგებით ღვთის ნირგზაზე ან ჩემო კარგებო ისევ და ისევ ვიქნებით სატანის სამსახურში არ გამოვა ასეთნაირად რომ შენ კიდევაც კეისარს უკმიო რა ქვია საკმეველი და აქეთ ქრისტესაც ასეთი რამ არ გამოვა ხო ხედავთ რომ არ გამოდის ხალხო ხო დღითი დღე ვიუპებით დღითი დღე რაც უფრო ენას ვიფხან და გულს ვიფხან და თითებს ვიფხან მით უფრო ჭაობში ვიძირებით და მე აქამდე რომ მოვა მე იქიდან ვერ ამოვა მე კაცი შვილი ვერ იქნება ჩვენი დამხმარე კარგით როგორც გითხარით დღეს საღამოს დღეს არის 29 მაისი ეხლა არის ჩემო კარგებო პირველის 25 წუთი დღის პირველის 25 წუთი და დღეს საღამოს 8 საათზე დავდებ რაღაც ვიდეოს რომელიც თბილისში გადავიღე სხვათაშორის და არის ზუსტი მაგალითი იმისა თუ ვინ და რანაირად ვიქცევი ჩვენ ცხოვრებაში რაინად ვუდგებით საერთოდ ვითომ მართლმადიდებლობას ვითომ ქრისტიანობას და როგორ აბსურდში ვართ თავად ვიყენებთ ამ სიტუაციაში თავს რომელსაც მე ვეძახე სიაფანთ მადიდებლობას და რის გამოც ჩვენ ღმერთი გვსჯის და ვისჯებით კიდევაც ამის ზუსტი მაგალითი კიდევ კაი შემთხვევით შევხვდი მე თბილისში ასეთ სიტუაციას და მე გადავიღე მეორე დღეს წავედი სპეციალურად და ნახეთ თქვენ თავად
კარგით, მომავალ შეხვედრამდე იმედია არ გამთიშავეთ კიდე და კიდე არ დამბლოკავეთ. აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე.